ისეთ რაღაცას აკეთებთ. შემდეგ მარილს ჯერ არ აყრით. ამას დააფარებთ ქვაბს და შემოდგავთ. სწრაფი ცეცხლიდან ამი არ უნდა გიჟი ცეცხლი, ნელ ცეცხლზე შემოდგავთ რა. აი ესე სახურავს მიაქციეთ ყურადღება, რომ დაფარებული იყოს კარგად. ეხლა რა მოხდება? დადნება ქვემოცალა და დაუწყებს შეწვას იმას, რა ქვია, კარტოფილს. კარტოფილი და სალა რო ერთად დაუწყებს, რომ გაცხელდება ძალიან მაგრა, ხორცი დაიწყებს ზემოდან ჩათუშვას. ეგ ყველაფერი ჩაითუშება, მერე უკვე დრამატული მომენტი მოვა. ხორცი უნდა მოკეთ, გეტყვით რა, პომიდორი ჩაიშლება, იმიტომ დიდ ტემპერატურაზე პომიდორს ეგეთ რა. ნახოთ. ჰა? ნახოთ. ჯერ ნახოთ, მერე გავსაჯოთ. ჯერ გავსაჯოთ, მერე გავსაჯოთ. მოკლედ. ეხლა ესე გვიდგას ღუმელზე, ცოტა კიდე ცეცხლს შეუფითილებ მაინც ერთი. ანუ აბა შეახედე ცეცხლი როგორ არის, კარგად არის, ცუდად არის. აი ესე რა. აი ცოტა ესე კაციო გულითავ და ცეცხლი კიდე უგულოთავ. გული უნდა გამოუწიოთ. მოგეთ ეხლა ტემპერატურას დაიჭერს. და შუაში გაჩვენებთ რა პროცესის შემდეგ უნდა რა ოპერაცია ჩაატაროთ, გამოვიდეს მაქსიმალურად გემრიელი. ეხლა გავწყვიტოთ ეს ამბავი და რომ გაკეთდება მე შევუფეროთ. ცეცხლზე, მაგრამ ვიჟი ცეცხლია ხო? ვნახოთ. მოკლედ ერთი მეფე იყო. დამპლის ერთი სუჭამდა. onda იმდენი ჭამა, რა ერქვა და რა ვიცი რა ერქვა. მეფე ერქვა რა. ყველა მეფე ერთი ნაგავია. ყველა ხალხის მარჩენალი ერთი ნაგავია. მეფეზე გაჩნია. დამპალ მეფეებზე ვიძახი. ეხლა სახელი სადამ ჰუსეინი ერქვა თუ ისე